სიყვარულით თქვენთვის აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროგრამაა, რომლის ფარგლებში კახეთში ერთდღიანი კულტურულ შემეცნებითი ტური აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა. ტურის ფარგლებში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა მოინახულეს კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი და თელავის ისტორიული მუზეუმი. გაეცნენ ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და ტრადიციული მეღვინეობის უნიკალურ კულტურას. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და შესაბამისად ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღევანდელი ექსკურსიაც მიზნად ისახავს ჩვენ ახალგაზრდებში ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ფასეულობების გაცნობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხარდაჭერით ჩვენი სააგენტომ მომავალშიც განაგრძობს ორგანიზებას მსგავსი ტურების, რათა ჩვენს ახალგაზრდებში გავზარდოთ ინტერესი ეროვნული კულტურის და ისტორიის მიმართ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ცნობიერების გაღრმავება. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხატო აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, რომ დღეს შესაძლებლობა მოგვცა მოგვინახულებინა ისეთი ისტორიული ადგილები, როგორიცაა კვეტერას ციხესიმაგრე და ასევე იქ, სადაც ვიმყოფებით ამჟამად, თელავის ისტორიულ მუზეუმში. ეს საკმაოდ შემეცნებითი და ემოციებით დატვირთული დღე იყო. საკმაოდ ბევრი ექსპონატი ვნახეთ და ვისურვებდი, რომ კიდევ ბევრი ასეთი აქტივობა ყოფილიყო შემდგომში. ჩვენთვის ეს უკვე პირველი პროექტი არ არის, ამ ახალგაზრდებსაც ვიცნობ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა საქართველოში ვცხოვრობთ, თან სტუდენტები ვართ, ნაკლებად გვაქვს შეიძლება იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ქალაქგარეთ და საქართველოს სიღრმისეულად შევიცნოთ. შესაბამისად ვთვლი, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო თითოეული მონაწილისთვის დღეს და იმედი ვაქვს, რომ მსგავსი პროექტები კიდევ განმეორდება. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ ესეთი განსაკუთრებული დღე მოგვიწყეს. ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, მოადგილე ირაკლი თურმანიძესთან და კულტურის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.